26 სექტემბერს თბილისში გაიმართა პროფესიული კრივის საღამო, რომელიც ორგანიზებული იყო პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის გიორგი კანდელაკის ინიციატივით და მხარდაჭერილი საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ. საღამოს პროგრამა მოიცავდა მსოფლიო კრივის ფედერაციის სარეიტინგო შეხვედრებს, საქართველოს ჩემპიონატის ქამრის გათამაშებასა და 12 რაუნდიან ბრძოლას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად რინგზე ქართველმა სპორტსმენმა გივი თოდუამ ტაილანდელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრი, თბილისის მერი და ლეგენდარული ბრიტანელი მოკრივე ლენოქს ლუისი. ასევე 28 სექტემბერს კახეთში ქალაქ წნორში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა, სადაც ჩემპიონის ქამარი მოიპოვა გელა თეგაშვილმა. გამარჯვებულს ქამარი პირადად გადასცა პროფესიონალური კრივის კავშირის დამფუძნებელმა თარაშ კანდელაკმა. კლუბმა მინდა გადავხადო პროფესიონალ კრივის კავშირს, რომ მომეცა შესაძლებლობა ყველას აქ დამცველ საზოგადოებას, რომ ესეთი მაგარი გვერდში დგომა ვიგზენი, ისმოდა შესახილები გულშემატკივრების სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ჩვენ გიორგი კანდელაკს, მაგარ ადამიანს, მახსოვს მე მაგის გვერდში დგომა და რა ვიცი, მალე ჩვენ გვერდში ყოფილიყოს და ოჯახში დაბრუნებული იყოს და რა ვიცი, აგერ ვარ თქვენ გვერდში ვართ და მადლობების მეტი რამე თქვით, რომ ესენი მიდგახართ გვერდში და მაძლევთ შესაძლებლობას, რომ ვიჩხუბო და ვაკეთო ჩემი საქმე. მეც არაფერს აი რა ლამაზი რაღაცა გაიხარეთ. მე ორ რაუნდში მოახერხე დასრულება ბრძოლისა. ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედ მოგება მივიწერე ჩემს რეიტინგში. ჩემს გეგმებზე უმეტესად ჩემი პრომოუთერები ფიქრობენ, თუმცა ჩემი აზრით უფრო დაბოლოებაში ჩემთვის უმჯობესი იქნება. ძალიან ბედნიერი ვარ, ეს არის ჩემ ცხოვრებაში და ჩემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უბედნიერესი დღე. მთელი ბავშვობა რისთვისაც შრომობდი და ვარჯიშობდი, აგერ ჩემს წინ არის. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, იქნება ის, რომ სხვადასხვა ვერსიის მსოფლიო ჩემპიონის გამარჯვებაც მოვიპოვოთ. ივენთი ძალიან მაგარი იყო, ძალიან კარგი გარემო იყო. მინდა მადლობა უთხრა ჩემ ტრენერს ფიზა ჩემს გაგათოდვას და ჩემ დარბაზ Boxing Times, სადაც ნამდვილად ჩემპიონები ვარჯიშობენ. მინდა ერთ-ერთი უდიდესი მადლობა გადავხადო გიორგი კანდელაკს, პროფესიონალური კრივის პრეზიდენტს, რომელმაც შანსი მომცა მენდო და ამ ქამარზე ვიჩხუბე, როგორც ასე. და ძალიან დიდი მადლობა გადავხადო მას და ჭირდება ის ადამიანი გვერდში, რომ კიდე სხვა სპორტსმენებმა და მომავალ მოთაობამ კიდე სხვადასხვა დიდი შედეგები დადონ. მე ამ ბრძოლას მივუძღვნი ჩვენ მსოფლიოს ლეგენდას, ვარიანელ მოკრივეს, პროფესიონალ კრივის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი კანდელაკს და მე ეს ბრძოლა მის სიყვარულში გავაკეთე, მის სიყვარულში ვიჩხუბე. გივის სახით ჩვენ მომავალში დაწუნებული ვარ, რომ დიდი პროფესიონალური მოკრივე გველის, რომელიც არაერთხელ ახარებს ჩვენ ქვეყანას. მინდა თითოეულ ორგანიზატორს მადლობა გადაუხადო ასეთი ლამაზი საღამოსთვის.